გამარჯობათ მეგობრებო, დღეს მინდა ვისაუბრო ქოცებზე და ეგრეთ წოდებულ შუაშისტებზე, მოდი დავარქვათ მათ კოლექტიური ხაზარაძეები. მოკლედ ქოცის აზრით სააკაშვილი დიქტატორი იყო და დიქტატორი სააკაშვილის დროს არ დაუჯერიათ არც ერთი პოლიტიკოსი, ოპონენტი, ცნობადი პოლიტიკოსი. ოქროაშვილიც ქვეყნიდან გაუშვეს, ნინო ბურჯანაძეზე აუდიო არსებობდა, სადაც მისი შვილი და თვითონ საუბრობდა, რომ 500 ბოევიკი უნდა შემოეყვანათ ქვეყანაში და სისხლის უნდა დაღვრილიყო თუ შედეგი უნდა დაგარიყო. 7 ნოემბერს და 26 მაისს პირდაპირ მოუწოდებდნენ ლიდერები, რომ მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ, ტელევიზიიდან ისმოდა, რომ დაემხოთ ხელისუფლება, აიღოთ ხალხი იარაღი ხელში. და ასე შემდგომ, ხოლო დემოკრატიის ბიზნეს დროს ყველა პოლიტიკოსზე არის საქმე აღძრული, უმრავლესობა დაიჭირეს, წაიღეს რუსთავი 2, ფაქტიურად დაიხურა და დახურეს ქოცების გამო და ქოცის გამო დაიხურა ტვ მთავარი, არის დახურისპირასა ფორმულა ტვ პირველი და ასე შემდგომ. სააკაშვილის დროს არ დაუჯერიათ არათუ პოლიტიკოსი, არამედ არც ჟურნალისტი და ასე შემდგომ გახმაურებული საქმეები, ასე რომ ვთქვათ, არ ყოფილა. ხოლო ბიზნეს დროს დაიჭირეს ეს პოლიტიკოსები, როგორც აღნიშნე, ასევე დაიჭირეს ჟურნალისტი და ისიც ქალი. აი სააკაშვილის დროს რომ მომხდარიყო, ხო წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა. ეხლა მოდი გადავიდეთ კოლექტიურ ხაზარაძეს, ანუ მე ქოცი არ ვარ, მაგრამ ისწრებს და ეგრეთ წოდებულ შუაშისტებზე რა. ისინი არიან ყალბები, ბევრ შემთხვევაში არიან, კარგად რომ ჩაიკითხები, ქოცები არიან და ახსნი რატო. ქოცობა არის მენტალური მდგომარეობა, არის ტყუილებზე ან ვიგოდაზე, ეგრეთ წოდებულ ვიგოდაზე და დაფუძნებული რანო. მოკლედ ხაზარაძე ამბობს ესეთ რამეს, რომ მე დიქტატორ სააკაშვილსო იმ 9 წელშიო ვეომებოდიო და ამ დროს 2003 წლამდე TBC ბანკის კაპიტალიზაცია იყო დაახლოებით 400-500 მილიონი, დაახლოებით, ხოლო როდესაც 2013 წლის 1 მარტს TBC ბანკის აქციები გაიყიდა ლონდონის ბირჟაზე, მისი კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 მილიარდამდე იყო, ხოლო აბონენტები, ანუ სასწრაფოებელთა თუ რაოდენობა იყო დაახლოებით 1.2 და თუ ეომებოდა და სააკაშვილი დიქტატორი იყო, როგორ გამოდის, რომ მან მისი ბიზნესი ასე 2-ჯერ და 3-ჯერ გაიზარდა, ან შეკრული იყო მასთან და მაშინ გვატყუებს იმას, რომ სააკაშვილს ეომებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში ტყუილი არის ქოცობა, ანუ ბიძინობა და ვატყუებთ ხალხს იმითი მოგონილი ზღაპრებით. მადლობა ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ.